Rising up back on the street, did my time, took my chances. When the distance, now I'm back on my feet. Just a man and his will to survive. So many times it happens too fast. You trade your passion. ისი მოწინააღმდეგე მოკრივე დმანისიდან წითელ კუთხეში. ვახტანგ აფრასიძე! To keep them alive. It's the eye of the tiger. It's the thrill of the fight. Rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night. And he's watching us all with the eye of the tiger. Așa მორიგი ორთაბრძოლა საქართველოს პროფესიონალური კრივის რინგზე ერთმანეთის წინაშე წარდგებიან გორელი მოკრივე თემურ ბურნაძე და დმანისელი ვახტანგ აფრასიძე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. თემურ ბურნაძის მწვრთნელი გახლავთ ვლადიმერ ჯანეზაშვილი, მაღალი ფიზიკურად ძლიერი მოკრივეა ბურნაძე, ხოლო მისი მეტოქე იქნება ვახტანგ აფრასიძე დმანისიდან, ლერი ავალიშვილს ხედავთ მის კუთხეში. აფრასიძე არის დებიუტანტი მოკრივე. პირველ ბრძოლას მართავს, რაც შეეხება ბურნაძეს, მას უკვე დაგემოვნებული აქვს პროფესიონალური კრივის რინგი. სუპერ საშუალო წონა, ძალიან კარგი წონაა სანახავად, გულშემატკივრებს უყვართ ამ წონის ასპარეზობა ამ წონებში, იმიტომ რომ არის მოძრაობაც, არის ძლიერი დარტყმებიც. ნახოთ, რა შესთავაზებენ ამჯერად ერთმანეთს მეტოქეები. მე პირადად ძალიან მაინტერესებს როგორი ასპარეზებს, როგორც ერთი ისე მეორე მათგანი. სასიხარულოა დმანისელი მოკრივეების ჩართვაც პროფესიონალური კრივის ბრძოლებში. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამ ბრძოლაში. შეტევაზე აფრასიძე კარგი დარტყმაც გაუკეთა და ჩაიმუხლა ბურნაძე. თითქოს არ იყო დარტყმა ისეთ, თუმცა როგორც ჩანს ძალიან ცუდად მოხდა და ბურნაძე უარს აცხადებს ბრძოლის გაგრძელებაზე. ბურნაძემ უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე და გამარჯვებულია დმანისელი დებიუტანტი მოკრივე
ვახტანგ აფრასიძე აი ამ ბრძოლაში. ფიქრობ შეიძლებოდა უფრო მეტი, თუმცა როგორც ჩანს ძალიან ტკივნეული დარტყმა გაატარა თემურ ბურნაძემ. ულოცავთ კიდევ ერთხელ ვახტანგ აფრასიძე სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვებას. საინტერესოა როგორ განვითარდება მისი კარიერა პროფესიონალური კრივის რინგზე. ალბატონებო და ბატონებო, ბრძოლაში ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა მოკრივემ წითელ კუთხეში ვახტანგ აფრასიძე. კიდევ ერთხელ ულოცავთ სადებიუტო ბრძოლაში ვადაზე ადრე მოპოვებულ გამარჯვებას დმანისელ მოკრივეს და უსურვებთ წარმატებებს. წარმოგიდგენთ 4 რაუნდიან კრივს 67